კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ქრონიკას 14 საათზე. მორიგი თავდასხმა საქართველოზე ევროკომისიის პრესსამსახურის ცნობით ეგრეთ წოდებულ მეგობარ აქტს მხარდაჭერას უცხადებენ. მსოფლიო ახალი პაპის მოლოდინში კონკლავმა რომის ახალი პაპი ისევ ვერ აირჩია. პირდაპირი ჩართვა ქრონიკაში. ქართული ოცნება არჩევნებში მეათე საიუბილეო გამარჯვებისთვის ემზადება. მმართველი პარტია საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად რამდენიმე კვირაში გახსნის. ოპოზიციური ველიდან კი სულ უფრო ხშირად ვისმენთ აღიარებას, რომ ხელისუფლების ოპონენტებს არჩევნებში გამარჯვების რესურსი არ აქვს. პარალელურად პროტესტთან დაკავშირებით ისმის განცხადებები, რომ ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩევლებში კოორდინაციის პრობლემაა. თემაზე საუბარს სოფო ბერიძე განაგრძობს. ოპოზიციური ელექტორატი ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ იმედგაცრუებულია ეს კარგად გამოჩნდა გუშინ მათი ნაწილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტებით, რა დროსაც ისინი წუხდნენ, რომ ვერ შეძლეს და ვერ დააორგანიზეს საპროტესტო აქცია ქართული ოცნების ყრილობის პარალელურად. ასევე პარალელურად ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ვისმენთ აღიარებებს იმის თაობაზე, რომ ნებისმიერი არჩევნების გამართვის შემთხვევაში ოპოზიციურ პარტიებს გამარჯვების რესურსი არ აქვთ. არჩევნებისთვის ამ ეტაპზე ოფიციალური განცხადების შესაბამისად ემზადება მხოლოდ გირჩი და გირჩში დარწმუნებულები არიან, რომ თვითმმართველობის არჩევნებში სხვა ოპოზიციური პარტიებიც მიიღებენ მონაწილეობას. ამის თქმის საფუძველს მათ სწორედ ოპოზიციური პარტიების ნაწილის აქტივობა აძლევს. ნაციონალური მოძრაობა კვლავ ამტკიცებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა დაუშვებელია და ასეთივე ნაბიჯისკენ მოუწოდებენ ისინი სხვებსაც. ნაციონალური მოძრაობა არ აპირებს ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებას და დარწმუნებული ვარ, არც ერთი დემოკრატიული, პროდასავლური, ნორმალური პოლიტიკური ძალა არ მიიღებს ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობას. ეშნიათ რომ ბულინგი დაიწყება, ბულინგს ვერ აიტანენ და მით უმეტეს მათი პოზიცია არ იქნება თანმიმდევრული და ამის გამო ელოდებიან რომ იქნებ ვიღაცამ პირველმა გამოაცხადოს, ის დააბულინგო და მე უკვე ამ ფონზე თვითონაც მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, იმიტომ რომ თავიდანვე ცხადი იყო, რომ შეიძლება ყველა არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ ბევრი მათგანი რომ ემზადება და არც კი განიხილავს არჩევნებზე უარის თქმას, ისეაც ცნობილი იყო და კოლორაოდ ხომ მით უმეტეს ამაზე ლაპარაკობდა. აი, ბევრ მათგანში ვის გულისხმობთ? ნუ გასაგებია რომ გახარია არჩევნებში იღოს მონაწილეობას. ასე არ ვთქვამთ, მაგრამ ლელო რეგიონებში შტატის და რეგიონულ ორგანიზაციებს აძლიერებს. ახლების კი რაღაც რეგიონებში აძლიერებენ რისთვის გაურკვეველია. ქართული ოცნება კი არჩევნებზე მეათე საიუბილეო გამარჯვებისთვის ემზადება. მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში სწორედ ქართული ოცნება გაიმარჯვებს. რაც შეეხება ოპოზიციური ველიდან გაჟღერებულ განცხადებებს და მოსმენილ აღიარებებს, ამ აღიარებების მოსმენა ქართულ ოცნებას იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ მათ ოპონენტთა ნაწილს ჯანსაღი აზროვნების უნარი დაუბრუნდა. ადგილ თვითმმართველობის არჩევნებში შევდივართ მრავალმხრივ გაძლიერებული შევდივართ საზოგადოების მხარდაჭერის მხრივ. ეს თვეები გამოდგა ძალიან კარგი ლაკმუსის ქაღალდი და ამ მხრივ ალბათ ოპოზიციასაც მადლობა ეთქმის, რომ ბოლომდე დაანახეს საზოგადოებას რამდენიმე რამ. პირველი, ისინი ერთადერთი, რასაც ისინი სთავაზობენ საზოგადოებას, რომ ისინი იქნებიან უცხო ძალების მითითებების ყურმოჭრილი შემსრულებლები. მათი მთელი საქმიანობა დაკავშირებული არის ხან კონგრესმენ ვილსონის განცხადების კომენტირებაზე, ხან ევროკომისიის პრეს-მდივნის მოადგილის თანაშემწის ძღოლის განცხადების კომენტარზე. თავარია უცხოელმა თქვას რამე და უცხოელის ნათქვამი არის მათთვის ბიბლიაც, სახარებაც და ყველას სხვა წმინდა წერილიც. აი ესეთ ოპოზიციასთან და ასეთ NGO სექტორთან გვაქვს ჩვენ საქმე. ეს არის გარკვეული აღიარებები, გარკვეული გააზრებული აღიარებები იმის, რომ რეალურად მარცხისთვის არის განწირული რადიკალიზმი პოლიტიკაში. თვითმმართველობის არჩევნები იქნება კიდევ ერთხელ დადასტურება იმის, რომ ქართველი ხალხი ჩვენი ქვეყნის წარმატებას, მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას უჭერს ხარს და არა რადიკალიზმს, არა მაედანს. ოპოზიცია უკვე არის იქ, სადაც არის, ეს არის პოლიტიკური სანაგვე.
ეს არის ნულოვანი რეიტინგი და მხარდაჭერა საქართველოს ამორჩევლების და ელექტორატის მხრიდან, რეალურად ეს რადიკალური ოპოზიცია მისი ადგილი საქართველოს პოლიტიკურ არენაზე არ არის. თვითმმართველობის არჩევნებამდე დაახლოებით 5 თვე დარჩა. ოპოზიციურ ველზე შეიძლება ითქვას სრული ქაოსია, ოპოზიციურ ელექტორატში კი დიდი იმედგაცრუება. პარალელურად უკვე გამოჩნდნენ ხელისუფლების ოპონენტები, რომლებიც ღიად და საჯაროდ აღიარებენ, რომ არც ერთ არჩევნებში მათ ამ ეტაპზე გამარჯვების რესურსი არ აქვთ. ქართული ოცნება კი, როგორც უკვე ოფიციალურად ითქვა, არჩევნებზე მეათე საიუბილეო გამარჯვებისთვის ემზადება. მადლობა სოფო, ქრონიკის პირდაპირ ეთერში სოფო ბერიძე საუბრობდა. მორიგი თავდასხმა საქართველოს ევროკომისიის პრესამსახური კონგრესში მიღებულ ეგრეთ წოდებულ მეგობარ აქტს მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს კანონმდებლობა, რომელიც ევროკომისიის პრესამსახურის შეფასებით ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ინტერპრეს ნიუს განუცხადეს. მეგი ნარსავიძე თემის დეტალებით. ევროპაში რომ deep state-ი სულ უფრო და უფრო ძლიერდება, ყოველდღიურად თვალსაჩინო ხდება. ევროკომისიის პრესამსახური მისი განცხადებით იმ დოკუმენტს უჭერს მხარს, რომელიც ქართველი რადიკალების მოკავშირე ჯო უილსონმა მოამზადა. საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ მტრულ აქტზე საუბრისას ევროკომისიის პრესამსახური ქართულ ოცნებას აკრიტიკებს. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ მეგობარი აქტის მიღება აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გააუქმოს კანონმდებლობა, რომელიც შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან. ევროკომისიის პრესამსახურის რიტორიკა ქართული ოცნების წევრების განცხადებით იმის დასტურია, რომ deep state-ის გავლენა განსაკუთრებით ძლიერდება სწორედ ევროპაში. აქვე მმართველი გუნდი ჯო უილსონის მიერ მომზადებული დოკუმენტის აბსურდულობაზე მიუთითებს. ამ ყველაფრის ფონზე რადიკალები მადლობას უხდიან deep state-ის მიერ მართულ ჯგუფებს ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო დოკუმენტების მომზადების გამო. საქართველო კვლავ რჩება ჩვენი მეგობრების ყურადღების ცენტრში, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე ევროკავშირში და მადლობა ამისთვის მათ, რომ ისინი არ ევიწყებენ საქართველოს. მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პრეს-სპიკერები გაჩუმდნენ, ლაპარაკი დაიწყო ევროკომისიის პრეს-სპიკერმა. შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი უცხოელი აგენტების რეესტრის წყალობით ჩვენ გავიგეთ, რომ ამერიკელი ლობისტები წერდნენ თურმე ევროპარლამენტის რეზოლუციებს. არ ვიცი ხა მე ევროკომისიის პრეს-სპიკერს მიუწერს განცხადებებს, თუმცა მე მგონი მნიშვნელოვანი არის, რომ ევროკომისიის პრეს-სპიკერი კონცენტრირდეს იმაზე, რომ დღეს ზუსტად ევროკავშირის ბიუჯეტი იქცა პროპაგანდის, სიძულვილის ენის და ძალადობის წამახალისებლად. იქნა გვიპასუხოს. აპირებენ თუ არა გადახედონ ისე დაფინანსებებს ევროკავშირის ბიუჯეტიდან, რომელიც მიედინება პოლიტიკურ პარტიებში და ეს დადასტურებულია. ამ აქტს აქვს ერთადერთი დანიშნულება, ეს არის საინფორმაციო ხმაურის შექმნა. როგორც ჩანს, ბატონი უილსონი სხვა რელსებზე არის, ვიდრე პრეზიდენტი ტრამპი. ამ აქტში წერია, რომ ევალება USAID-ის, რომ შექმნას შეიმუშაოს სტრატეგია საქართველოსთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, ამ USAID-ის ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ უწოდა თაღლითი ორგანიზაცია. არ ვიცი ბატონი კონგრესმენი და ჩამოყალიბდის ის ახლა თაღლითი ორგანიზაციისგან ელოდება საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიშს თუ რასთან გვაქვს საქმე. ევროკომისიის პრესამსახურის განცხადება ადასტურებს იმას, რომ deep state-ს გავლენები აქვს დღემდე არა მხოლოდ კონგრესში, არამედ მათ შორის ევროკომისიაში და ზოგადად ევროკავშირშიც და ის უსამართლო განცხადება, რომელიც ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია მანამდე, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენი ქვეყნისადმი უსამართლო დამოკიდებულება გრძელდება. თქვენ იცით, რომ ჩვენ როგორც კანდიდატი ქვეყანა ვასრულებთ ყველა პირობას, რომელიც გათვალისწინებული ასოცირების ხელშეკრულებით, თავისუფალი ვაჭრობით, მათ შორის სოვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, ამიტომ ასეთი განცხადებები მიუთითებს ერთადერთზე, რომ ეს არის ორკესტრირებული შეტევა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ერთ-ერთი მიზეზის გამო, რომ ჩვენ ვიცავთ მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის ინტერესებს. კონგრესის მიერ მიღებულ ანტიქართულ დოკუმენტს ახლა ის ჯგუფები უჭერენ მხარს ევროპიდან, რომლებსაც ჯო უილსონის მსგავსი მიზნები აქვთ და იმავე გავლენის ქვეშ არიან მოქცეულები.
მადლობა მეგი, შეფასებები მეგი ნარსავიძემ გაგვაცნო. გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციების ვიდეო კოლაჟი გამოაქვეყნა. გახარიას ვიდეო კლიპში არ მოხვდა 2019 წლის ივნისში რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების ამსახველი კადრები, რა დროსაც ადამიანებმა უმძიმესი დაზიანებები მიიღეს. მაშინ გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ამ საკითხზე შეფასებები გაკეთდა პოლიტიკურ სპექტრში. ბატონ გახარიაზე ზედგამოჭრილი არის დუმბაძის სიტყვები, რომ ადამიანს შუბლის ძავსო გაიწყვეტ, მე ადვილი არის ცხოვრება. ადამიანმა აღიარა, რომ ის უცხო ქვეყნების ელჩებთან შეთანხმებით გადადგა პრემიერობიდან და მიატოვა პოლიტიკური გუნდი. ასეთი ადამიანი, რომ დღეს კიდე პოლიტიკაში არის და ბედავს რომ იყოს პოლიტიკაში, ადამიანი, რომელიც უცხო ქვეყნის არათუ პოლიტიკოსის, ელჩის, რომელიც არის ჩვეულებრივი ბიუროკრატი, უცხო ქვეყნის ბიუროკრატის მითითებით მიდის თანამდებობიდან ღალატობს თავის პოლიტიკურ გუნდს, ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს არის ის მომენტი, როდესაც ადამიანი, რომელსაც შუბლის ძარღვის რაღაცა ფრაგმენტი მაინც შერჩენილი აქვს, პოლიტიკაში არ დარჩებოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ, როდესაც შუბლის ძარღვის გაიწყვეტს ადამიანი, მე ცხოვრება ადვილია და ვხედავთ ბატონ გახარიას საკმაოდ ადვილად ცხოვრობს იმ ხრივ, რომ მას ეს მორალური ბარიერები ყველანაირი გადალახული აქვს და ამ დროს უკვე ნებისმიერი ტყუილით შეიძლება და ნებისმიერი სხვა უღირსის აქცია. გიორგი გახარია ახლა ცდილობს როგორმე შეენარჩუნოს მოწინავე პოზიცია ამ დესტრუქციული პოლიტიკური სუბიექტების აი ამ ხროვაში. გახარია არის ერთ-ერთი მონაწილე ამ ძალადობის დაგეგმვისა, რომელიც 20-ში მოხდა. როგორ შეიძლება რომ საათობით პოლიციელები დააყენო ამ გააფთრებული ბრბოს წინაშე, რომლებიც ფიზიკურად უტევენ და შემდეგ ეს პოლიციას მხოლოდ რაღაც რამოდენიმე საათის მერე მისცეს საშუალება, რომ შესაბამისი ზომები მიიღოს. და თანაც მიიღოს უკვე ისეთი ბრუტალური ზომები, როდესაც ადამიანის სერიოზული დასახიჩრება ხდება. გახარია ვერ გაექცევა იმ კითხვებზე პასუხისგაცემას, რომელიც როგორც ერთი მხრივ საზოგადოებას აღელვებს, ასევე ეს საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ კიდევ ერთხელ ნათელი მოეფინოს საკითხს, თუ რატომ იქნა გამოყენებული ამ დღეს ის საპოლიციო ინსტრუმენტები არაეფექტურად და პირიქით ის ინსტრუმენტები ამორფულად, რაც რის გამოყენების საჭიროებაც საერთოდ არ იყო. ამაზე ბუნებრივია გახარიას პასუხისგაცემა მოუწევს. ამერიკის საელჩომ ორი განცხადებას ავრცელებს. ამჯერად დიპლომატიური წარმომადგენლობა საკუთარ მოქალაქეებს აცნობებს, რომ გაუქმებულია ის სიფრთხილის ზომები, რომელიც 7 მაისს მათ მიერ გავრცელებულ შეტყობინებას და სამ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესაძლო არსებობას უკავშირდებოდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საელჩოს აცნობეს, რომ სავაჭრო ცენტრებში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ იყო აღმოჩენილი. ცნობისთვის, გუშინ შეერთებული შტატების საელჩომ საკუთარი მოქალაქეებისთვის გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის აფეთქების საფრთხის შესახებ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კი თქვეს, რომ შესაბამისი დანაყოფები მორიგ ცრუ შეტყობინებაზე მუშაობდნენ, საელჩოს კი მოუწოდეს თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან. ასე დროს ნებისმიერი დიპლომატიური სამსახური უნდა იყოს ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში უსაფრთხოების შესაბამის სტრუქტურებთან და ეს კონტაქტები არსებობს და ძალიან დასანანია და გასაკვირია, რომ არაკოორდინირებულად მოხდა ამ განცხადების გავრცელება. რამაც შევხედეთ ჩვენ საერთო ჯამში, რას იწვევს ასეთი განცხადებები, მით უმეტეს, როცა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ძალიან კარგად იცის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის და NGO სექტორის ნირი, რომ ისტერია დათესონ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, იმისთვის რომ კვლავ შფოთი შეიტანონ საზოგადოებაში და სამწუხაროდ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გუშინდელი ეს განცხადება გახდა ნოყიერი ნიადაგი იმ დეზინფორმაციული და ისტერიული კამპანიისთვის, რომელიც არაერთხელ გვინახავს. რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა სამცხე-ჯავახეთის ახალი სახელმწიფო რწმუნებული ზალ გელაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს წარუდგინა. მინისტრმა ბესიკ ამირანაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ზალ გელაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა რეგლამენტის პროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებები დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ წარუდგინა. ახალი რეგლამენტით ინტერპელაცია სასესიო კვირის ყოველ 4 შაბათსა და 5 შაბათს გაიმართება. დეპუტატებს საშუალება ექნებათ სხვადასხვა საკითხზე შესაბამისი პასუხისმგებელი პირი დაიბარონ და შეკითხვები დაუსვან. გარდა ამისა, ცვლილებების მიხედვით ყოველი თვის ბოლო 4 შაბათს გაიმართება პრემიერ-მინისტრის ინტერპელაცია. ინტერპელაციით კითხვის მიმართვის უფლების მქონე სუბიექტი, კერძოდ ეს არის ფრაქცია ან შვიდკაციანი ჯგუფი, სასესიო კვირის წინა, კვირის 4 შაბათის 12 საათამდე პარლამენტის თავმჯდომარეს უგზავნის კითხვებს, თუ რომელი სუბიექტის მიმართ აქვს და რა შეკითხვები აქვს. ამ კითხვებს პარლამენტის თავმჯდომარე 4 შაბათის იმავე დღის ბოლომდე აჯგუფებს, შესაბამის ადრესატებს უგზავნის და შემდეგ იბარებს მას პარლამენტში. წერილობით გაგზავნილი კითხვების პასუხების ამოწურის შემდეგ შესაბამის სუბიექტებს შეუძლიათ ორ-ორი ზეპირი კითხვა, ასე ვთქვათ, სპონტანური კითხვაც დასვან ადრესატის მიმართ. აქამდე იყო ფაქტობრივად 2 კვირით ადრე უნდა გაგზავნილიყო ინტერპელაციის კითხვები და ამიტომაც აქტუალობა შეიძლება დაკარგული ყოფილიყო. ახლა გვაქვს რეალურად რამდენიმე დღიანი პერიოდი წინა 4 შაბათამდე წერილობითი და მათ შორის ადგილზე, რაც აქამდე არ იყო ინტერპელაციის დროს, ადგილზე შეუძლია ზეპირად დასვას კიდე დამატებითი კითხვები. ინტერპელანტი დაუშვება მეორე ჯერზეც შემოვიდა კითხვები, ანუ მეორე კვირას და ადრესატი არის ერთი და იგივე. არის თუ არა შეზღუდვა თვის განმავლობაში ინტერპელანტს შეუძლია თუ არა ორჯერ მოვიდეს პარლამენტში. ეს შეზღუდვა არის, რომ თვის განმავლობაში ადრესატი ერთხელ მოდის მხოლოდ, აქაც იმისთვის, რომ არ იყოს, ასე ვთქვათ, გამოყენებული ინტერპელაციის პროცედურა იმისთვის, რომ ერთი ადრესატი ყოველ კვირა ატარონ, ასე ვთქვათ, მაინც და მაინც პარლამენტში, თუმცა ესე პლენარული თითო კვირის გამოტოვებით უკვე ვალდებულება იქნება ყველა შემთხვევაში ნებისმიერი ადრესატისთვის, რომ იყოს პარლამენტში ინტერპელაციის წესი. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ხდომაზე დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2024 წლის ანგარიში მოისმინეს. ანგარიშის მიხედვით დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში 2024 წელს სამუშაოს 9000-მდე მაძიებელი დარეგისტრირდა. ღია შრომის ბაზარზე 10000-მდე სოციალურად დაუცველი პირი დასაქმდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტრო განაგრძობს მჭიდრო ურთიერთობას როგორც დამსაქმებლებთან, ისე სამუშაოს მაძიებლებთან. გია ცაგარეიშვილმა საქართველოში უკანონო შრომით მიგრაციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამ გამოწვევაზე საპასუხოდ სამინისტროები პარლამენტთან კოორდინირებულად მუშაობენ. გამერთი წლის მანძილზე დარეგისტრირდა ჩვენთან 8494 სამუშაოს მაძიებელი. ამ პერიოდში 10666 პირს გაეწია კონსულტირება, საიდანაც დასაქმდა 1074 სამუშაოს მაძიებელი, 39707 სოციალურ დაუცველ სამუშაოს მაძიებელს გაეწია კონსულტირება საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მიზნით. ღია შრომის ბაზარზე დასაქმდა 9393 სამუშაოს მაძიებელი სოციალურ დაუცველი პირი, 267 პირს მიეწოდა მხარდაჭერითი მომსახურება, საიდანაც დასაქმდა 39 სამუშაოს მაძიებელი. ძალიან დინამიურად განვითარებადი შრომის ბაზარი გვაქვს. ბიზნესი, ეკონომიკა ყოველწლიურად იზრდება. ძველად თუ საქართველოსთან მხოლოდ გადიოდნენ ადამიანები, ახლა მთლიანად შეცვლილია სურათი. ბევრად უფრო მეტი შემოდის საქართველოში, ვიდრე გადის საქართველოდან და ჩვენი მოქალაქეების ადგილს იკავებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ეს არის ტენდენცია, გარკვეულწილად საფრთხის შემცველიც და თქვენ იცით, რომ საქართველოს პარლამენტში შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს მთავრობის ინიციირებით დაიწყო ამ მიმართულებით გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ინიცირება. საქართველოს ბიზნეს სერვისებისა და პროცესების დისტანციურად მიწოდების მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდა. ქვეყანაში BPPO ინდუსტრია განვითარდა და დღეს საქართველოს მნიშვნელოვან კონკურენციას უწევს მსოფლიოს სხვა ქვეყნებს, რასაც ადგილზე სექტორის უმსხვილესი კომპანიების ოპერირებაც მოწყობს. სექტორის განვითარებას და ბოლო წლების შედეგებს აფასებს სააგენტო აწარმოეს საქართველოში, ის აქტიურად ახორციელებს სფეროს მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის პოლიტიკას. დღეს საქართველოში უკვე ოპერირებენ ბიზნეს სერვისებისა და პროცესების დისტანციურად მიწოდების ინდუსტრიის მსოფლიოს ტოპ 5-ში შემავალი კომპანიები. მათი ინტერესი ჩვენი ქვეყნის ბიზნეს კლიმატმა, საგადასახადო შეღავათებმა და საინვესტიციო შესაძლებლობებმა გამოიწვია.
ექსპორტზე ორიენტირებული მომსახურების სფეროს განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია, როგორც ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, ასევე საექსპორტო პოტენციალის განვითარების თვალსაზრისით ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ჭრილში. ორი მიმართულება მინდა გამოვყო, ერთის მხრივ ეს არის პროფესიონალური სერვისების ექსპორტი, მეორეს მხრივ ეს არის IT სერვისების სფეროს მიმართულება. საქართველოში შემოვიდნენ პროფესიული სერვისების ექსპორტის და განმახორციელებელი გლობალური ტოპ კომპანიები, ეს არის რამოდენიმე 1000 ახალი სამუშაო ადგილი, ეს არის რამოდენიმე მილიარდიანი საექსპორტო პროდუქცია, რომელსაც საქართველოს აწვდის გლობალურ ბაზრებს. დღეს უკვე ჩვენ სახელმწიფო გვაქვს შედეგი, როდესაც სოფლიოს ტოპ 5 კომპანიიდან 3 ქვეყანაში შემოვიყვანეთ. დამატებითი პლუსი ეს არის ზოგადად ქალაქში და ქვეყანაში ცხოვრების დონე, რადგან ამ კომპანიებს ნაწილობრივ რაღაცა კუთხით ფუშახელი ჩამოყავს ხოლმე საქართველოში და ამ ადამიანებისთვის საქართველოში ყოფნა და ცხოვრება არის ძალიან მარტივი, ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, უსაფრთხო, სასიამოვნო. საგარეჯო ბადიაურის 17 კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობის სამუშაოს ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო. პროექტის ფარგლებში შენდება 4-ზოლიანი ჩქაროსნული გზა, რომელიც მოიცავს ახალ სატრანსპორტო კვანძს სოფელ ბადიაურთან. გზა გადაადგილების მანძილს შეამცირებს. მშენებლობის დასრულება 2025 წლის ბოლოსთვის იგეგმება. მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ ამ რეგიონის განვითარებისთვის, არამედ ზოგადად ქვეყნისთვის, ის საგრძნობლად გააადვილებს და დაამოკლებს მანძილს და შესაბამისად ეს არ არის ბოლო ეტაპი, კიდევ იგეგმება ამ მაგისტრალის გაგრძელება. შესაბამისად ჩვენ ეტაპობრივად მივყვებით ამ სამუშაოებს. იწყება განათების ბოძებისთვის ფუნდამენტების მონტაჟი გზაზე, ასევე რა თქმა უნდა გათვალისწინებულია სხვა ყველა დამხმარე სამუშაოების თვალსაზრისით, მიმდინარეობს ბარიერების ჩამოსხმა, მიმდინარეობს წინასწარ დაძაბული კოჭების დამზადება კემპზე, ასე რომ აქტიურ ფაზაში ვართ განვითარების კუთხით. პროექტი დაყოფილია 5 მონაკვეთად და 5-ვე მონაკვეთზე გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობს. 8 მაისი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მსოფლიო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა ისაუბრეს ორგანიზაციის საქმიანობაზე, მისიასა და როლზე. მოეწყო წითელი ჯვრის მოძრაობის საარქივო და ჰუმანიტარული საქმიანობების ამსახველი ფოტო მასალის ექსპოზიცია. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება უერთდება წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მსოფლიო დღეს გლობალურად და დღეისათვის ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად და ეს პარტნიორები არიან ის ორგანიზაციები, ის კომპანიები, რომლებიც ჩვენ გვერდში გვიდგანან მუდმივად და საქართველოს მასშტაბით ვახორციელებთ სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებს. მაჩაბელი 2025 ლიტერატურული კონკურსი დაიწყო. საკონკურსო მასალების მიღების ბოლოვა და 20 მაისია. პრემია მაჩაბელი 5 ნომინაციაში გაიცემა გამარჯვებულ ავტორებს. სპეციალურ პრიზთან ერთად გადაეცემათ პრემია 3000 ლარის ოდენობით. ლიტერატურული კონკურსის ოფიციალური პარტნიორია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა და გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი. 5 ნომინაცია იქნება წარმოდგენილი. ჟიური საუკეთესოთა შორის საუკეთესო მასალებს შეარჩევს როგორც პროზიდან, ისე პოეზიიდან, დრამატურგიიდან, თარგმანიდან, პუბლიცისტიკიდან და უკვე საბოლოო დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის დიდ დარბაზში ივლისის თვეში. მასალების მიღება უკვე დაწყებულია, მასალების მიღება გაგრძელებულია 20 მაისის ჩათვლით. ჩვენს მხარეს გააჩნია უმდიდრესი ლიტერატურული ტრადიციები და ჩვენი სურვილი იყო, რომ ეს ტრადიციები გაგვეცოცხლებინა და რაღაცნაირად ახალი თაობებისთვის, ახალ თაობებამდე მიგვეტანა ეს ყველაფერი და ამიტომაც დაიბადა ეს კონკურსი, რომელიც წელს უკვე 5 წლისაა. და ამ კონკურსმა პირდაპირ გეტყვით, რომ თავისი გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა ჩვენს ლიტერატურულ სივრცეში. იმ თვალსაზრისით, რომ ის დაკავშირებულია ჩვენს ძალიან დიდ ტკივილთან პირველ რიგში, სამაჩაბლოსთან, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან და დიდ ივანე მაჩაბელთან. საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები საბერძნეთთან შესახვედრად ემზადება. მნიშვნელოვანი მატჩი თბილისი არენის დარბაზში 17 საათზე დაიწყება. გამარჯვების შემთხვევაში ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურს ზედიზედ მეორედ მოიპოვებს. დავით კაპიტანოვი გვერდდება ქრონიკის პირდაპირ ეთერში.
კიდევ ერთი დაპირისპირება ბერძნებთან და ქართული სპორტის ისტორიაში კიდევ ერთი დიდი წარმატების მიღწევის შანსი. 2024 წლის მარტში ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატზე სწორედ საბერძნეთის ნაკრების დამარცხების შედეგად გავიდნენ. ამჯერად კი იგივეს გაკეთებას ხელბურთელები შეეცდებიან და სიმბოლურია ის ფაქტი, რომ მათი მეტოქეთ საბერძნეთის გუნდი იქნება. ამ შეხვედრამ უდიდესი ინტერესი გამოიწვია და ჩვენი ინფორმაციით მატჩზე დასასწრებად ჩამოსვლას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან გეგმავს კომაგები. ქართული სპორტის სხვადასხვა სახეობის გამორჩეულმა წარმომადგენლებმა კი ხელბურთელები პრინციპული თამაშის წინ სპეციალური ვიდეო მიმართვებით გაამხნევეს. თბილისი არენაზე ამ წუთებში შეიძლება ითქვას, რომ მატჩისთვის მოსამზადებელი უკანასკნელი სამუშაოები მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ აქ იმყოფებოდა საქართველოს სპორტის მინისტრი და მედიის წარმომადგენლებისთვის კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა. რა თქმა უნდა, მოლოდინი სრულიად საქართველოსი არის ისო საქართველოს ნაკრები დაამარცხებს საბერძნეთის ნაკრებს და კიდევ ერთხელ ვიზეიმებთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას. ჩვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის. ყველა შევიკრიბოთ დღეს თბილისი არენაზე და ყველა მეტად უგულშემატკივროთ ჩვენ ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს. ჯერა ჩვენი ბიჭების, ჯერა იმისով ჩვენი მზარდი გუნდი შეძლებს ამ რთული ამოცანის გადაჭრას. საბერძნეთი არის ის ნაკრები, რომელთან მოგება გვეკუთვნის, გვჭირდება და აუცილებელია. საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე 2024 წლის იანვარში ითამაშა და 3-დან 1 შეხვედრა მოიგო. ქართველებმა ბოსნიელები 22-19 დაამარცხეს. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი სამ შეხვედრაში გატანილი 21 გოლით გიორგი ცხოვრებაძე გახდა. მე შეგახსენებთ, რომ საქართველოს საბერძნეთის შეხვედრა დღეს 17 საათზე დაიწყება და მატჩზე დასწრება თავისუფალი იქნება. მადლობა დავით, უსმენდით დავით კაპიტანოვს. პირდაპირ ეთერში 16 საათზე დაბრუნდება კეთი ქაშაკაშვილთან ერთად. მე გემშვიდობებით, ნახვამდის.